ქართული ოცნება სოციალური დახმარების პოლიტიკის გადახედვას იწყებს. ამის შესახებ გუშინ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. ქართული ოცნების ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ ვის შეუწყდება დახმარება, თუმცა თქვა, რომ სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიყრუნ ცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას. პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის დროს ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად. მაშინ ჰქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6.9%-ით 2020 წელს. ამან გამოიწვია ბუნებრივია ბიუჯეტში პრობლემები, სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული, შესაბამისად არათუ აკლდებოდა რაოდენობა, ემატებოდა. თუმცა მას არ აქვს კავშირი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-დან შემცირდა 9.4%-მდე. ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას. დემოგრაფია არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ეს ეხება როგორც მიგრაციულ სალდოს. შარშან ქონდა პირველი წელი გასული წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა გასული მოქალაქეების რაოდენობას. ყველა სხვა წლის განმავლობაში ქონდა დიდი მინუსი. და ასევე დაბადება გარდაცვალების თანაფარდობა, აქაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. ანუ როგორც ბუნებრივი მატების ნაწილში, ასევე მიგრაციის ნაწილში გვაქვს რა თქმა უნდა სერიოზული გამოწვევები. თუმცა ეს ცალკე საკითხია და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ცალკე პროცედურის ფარგლებში, ინტერპელაციის ფარგლებში დეტალურად ვიმსჯელოთ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ამ საკითხის გადაჭრა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასთავარია გვაქვს კაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. ცნობისათვის 2025 წლის იანვარ-ივნისში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ის რომ გარდაცვლილები დაბადებულებს აჭარბებენ, ბოლო 4 წლის ტენდენცია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ადრე კოვიდ პანდემიით აიხსნებოდა, ახლა ეს მიზეზი აღარ არსებობს. რაც შეეხება მიგრაციას, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს 264,000-მა მოქალაქემ დატოვა. საქსტატის მიგრაციის სტატისტიკის თანახმად ქვეყანას თითქმის ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე უკან ბრუნდება. გამონაკლისი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2020 და 2024 წელი იყო. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე 23,000 ემიგრანტი უკან დაბრუნდა, ხოლო 2024 წელს კი დადებითმა სალდომ 842 მოქალაქე შეადგინა. სხვა ყველა წლის განმავლობაში ქვეყანა 1000-ობით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე უკან დაბრუნდა. 2023 წლის მარტში NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიქრობს.